დათვისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არ ღმერთს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელი დღე ჩემო ძვირფასებო ნამდვილად განსაკუთრებულია ჩვენ ცხოვრებაში, თუკი ჩვენ გვია მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამავდროულად ვართ ქართველები, იმიტომ რომ ჩვენთვის შეიძლება ითქვას ყველა ქრისტიანისთვისაც, მაგრამ უფრო ეროვნულ დღესასწაულთანაც ასოცირდება ეს განა მარტო რელიგიურთან, არამედ ეროვნულთანაც, იმიტომ რომ რაღაცა საოცარი ისტორია დატრიალდა, მოკლედ გარკვეული საუკუნეების წინ, როდესაც ისე მოხდა, რომ კვართი აღმოჩნდა საქართველოში, უფლის კვართი, რომელიც არის დაბრძანებული სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში. მე გადავწყვიტე დღეს, რომ ამის ისტორია მოგითხროთ და მერე ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის ჩვენთვის სვეტიცხოვლა. არის მხოლოდ არქიტექტურული მშვენიერი შენობა ნაგებობა, რომელიც თვალს ძალიან სიამოვნებს და ვერ მოწყვეტ მას თვალს, ესეთია, თუ არის ჩვენთვის სვეტიცხოვლის გული და სული, სადაც ერთ-ერთი ცნობილი პოეტის არ იყოს საქართველოს ცხელი გული ასვენის. ამიტომ სანამ აქამდე მივიდოდეთ, მე გადავწყვიტე მოგითხროთ ეს ისტორია. როგორ დაიწყო ეს ამბები ყველაფერი? ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე, მე-6 საუკუნეში იყო ესეთი მეფე ბაბილონისა ნაბუქოდონოსორი, რომელმაც გაილაშქრა არა მარტო იერუსალიმის ძალიან დიდი იმპერია შექმნა, მაგრამ ჩვენი ინტერესი ამ შემთხვევაში იერუსალიმი წარმოადგენს. ილაშქრა მან იერუსალიმში არაერთ გზის. ბოლო მისი ლაშქრობა დამთავრდა იმით, რომ იერუსალიმი გაასწორა მიწისპირთან და ტაძარი დაანგრია. ის მთავარი სამლოცველო ტაძარი, რომელიც მათ ჰქონდათ, ეს ტაძარი დაანგრია და ბაბილონში გადაასახლა მთელი ცხოვრები მაშინ იერუსალიმისა. თუმცა ვიღაცებმა მოახერხეს გაქცევა, რაღაც სიწმინდეების გადარჩენა, მათ შორის ის კიდობანი, რომელიც ამ ტაძარში იყო დასვენებული იერემია წინასწარმეტყველის მიერ იქნა დამალული ერთ-ერთ ჭაში და დღემდე არ იციან სად არის ეს კიდობანი, თუმცა კი ვარაუდობენ რაღაცებს, მაგრამ ეს დაზუსტებით ჯერ არავინ არ. ყოველ შემთხვევაში არ ამბობენ, თუ იციან თვითონ არ ამბობენ, არ ამხელებენ მას ებრაელებს გულისხმობ შემთხვევაში. ასევე იყო მათთვის დიდი სიწმინდე, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, ანუ მოსასხამი, რომელიც მათ ჰქონდათ ესევე შენახული როგორც დიდი სიწმინდე და რაღაცა გარკვეულმა ნაწილმა ებრაელებისა მოახერხა, რომ ბაბილონის ტყვეობას გაქცეოდა, ანუ ბაბილონში კი არ გადასახლებულიყო, მიგრაციაში ამჯობინა წასვლა და წამოვიდნენ ისინი და ჩამოვიდნენ საქართველოში და კერძოდ მცხეთაში დასახლდნენ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ მოვიდეს ესე უცხოთომელი ხალხი და ესე დასახლდეს, ცოტა ესეთი საეჭვო ამბავია ეს, მაგრამ ძალიან ბევრი ისტორიკოსი და ძალიან ბევრი მეცნიერი ამას ამბობს, რომ არ იყვნენ შორებლები ეს მცხეთელი ხალხი და ეს ებრაელი ხალხი ერთმანეთისა. თლად შეიძლება ალალი ძმები არ იყვნენ, მაგრამ ბიძაშვილები მაინც იყვნენ. ამიტომაც მათთვის არ იყო ეს უცხო ხალხი და არც ამ ხალხისთვის არ იყვნენ ებრაელები უცხონი, რადგანაც მათ მიიღეს ებრაელები ყოველგვარი პირობის გარეშე, მისცეს ნაკვეთები, მისცეს მიწები, სახლები და დაასახლეს ისინი და ამიტომ სიმღერები ხო გაგიგონიათ 26 საუკუნის მეგობრობის შესახებ. სწორედ ამ 26 საუკუნის მეგობრობაზეა ლაპარაკი, რომ ეს ებრაელები, მაშინ ჩამოსული ებრაელები სახლობდნენ მცხეთაში, ეს დიდი სიწმინდე, რომელიც იყო ილიას ხალენი, მათთვის დიდი სიწმინდე, რა თქმა უნდა და ამ ადამიანებმაც აქ მიცხოვრობდნენ, ამათაც მიიღეს ეს სიწმინდე, როგორც სიწმინდე და არა როგორც რაღაცა ანტიკვარი. და ერთად ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და არაფერი გასაყოფი არ ქონდათ. მაგრამ ხდება ასეთი საოცარი რამ, ებრაელთა ცხოვრება აი მართლა განსაკუთრებულია. საოცარია ერთი მნიშვნელობით, რომ ისინი მესიას ელოდებიან. მესიას ხსნელს სხვა ყველა წარმართი ერისაგან განსხვავებით ეს არის ერი, რომელიც ერთმანეთთან კონტაქტს არ კარგავს. მე რა რომ ვიღაცა ვთქვათ იერუსალიმში და ვიღაცა ბაბილონში ხო გადასახლდა. ვიღაცა დარჩა კიდევ იმ ტერიტორიაზე, ვიღაცა მიგრაციაში წამოვიდა და თქვათ მცხეთასთან ცხოვრობს. ისინი ერთმანეთთან კავშირს არ კარგავენ. იყო ესეთი მსახურება, ასე თქვა, მათაც შალიახ, აი ესეთი სიტყვა არის, მაგრამ ამისი პირდაპირ მნიშვნელობა როგორ გადმოგითარგმნოთ, არ ვიცი, აი მოციქულიც არის, ამბის მიტანიც არის, რაღაცა მახარობელიც არის, აი ყველაფერს ამას იტევს და რატომ? რა მსახურება ევალებოდათ ამ შალიახებს, იცით რომ
სინაგოგები, სადაც ისინი სახლდებოდნენ, ხომ სინაგოგებს იშენებდნენ, სადაც მათი შესაკრებელი იყო. ამ სინაგოგიდან იმ სინაგოგაში მიქონდა ყოველთვის ამბავი. რომ აი თქვა ბაბილონიდან იერუსალიმიდან სადღაცას იქედან მცხეთაში და აუცილებლად მათ ყოველთვის იცოდნენ ებრაელებმა რა ხდებოდა, იმიტომ რომ სამჯერ წელიწადში აუცილებლად ტაძარი უნდა მოელოცა. თუ ვერ ახერხებდნენ ამას ამ მიგრაციების და ამ ტყვეობების და ომების გამო, შესაბამისად რაღაცა ამ შალიახის საშუალებით იმას მაინც ახერხებდნენ, რომ მესია ხო არ გამოჩნდა, ჩვენი მწნელი ხო არ გამოჩნდა, რომელიც ჩვენ გვიხსნის. ამიტომ ეს ურთიერთობა მათ შორის ყოველთვის იყო. არ კარგავდნენ აი ამ შალიახების საშუალებით, ისინი მუდმივად მოძრაობაში იყვნენ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე და სულ ცოცხალი ამბები ჰქონდათ მათ, რომ რა ხდებოდა იერუსალიმში, სადაც უნდა მოსულიყო მესია და მწნელი. აი ეს კიდე სხვა მსახურება არის, მაგრამ ეხლა ამას აღარ გავყვებით, რასაც ნიშნავს სიტყვა შალიახი. ეხლა ნახეთ რა ხდება. როგორც კი იესო ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ გაიგებენ საქართველოში და იმასაც გაიგებენ, რომ შეიპყრობენ იესო ქრისტეს და აპირებენ მის ჯვარცმას, აქ ცხოვრობს აბიათარ მღვდელი, რომელიც აპირებს იერუსალიმში წასვლას, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოცხადდეს ამ იერუსალიმის ტაძარში, აპირებს იქ ჩასვლას, ეუბნება, რომ აი ამ ჯვარცმაში შენ მონაწილეობა არ უნდა მიიღო. აბიათარ მღვდელს ამას ეუბნება. ისი დედა, რომლის სახელით ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს კაცი წმინდანია და რატომ არის წმინდანი, ამასაც მოგიყვებით. და რომ მიდის აბიათარ მღვდელი იერუსალიმში, მართლაც შეესწრება აი ამ მოვლენას, ქრისტეს ჯვარცმის მოვლენას და სახარებაში როგორც წავიკითხეთ, ნახეთ რა მოხდა, მათ გაიყვეს და გაინაწილეს ყველაფერი და კვართი, რომელიც იყო ზემოდან ქსოვილიო და არაშეკერილი, არო ნაჭრებისგან კი არ იყო აწყობილი, ერთ მთლიან ქსოვილს წარმოადგენდა ეს კვართი, ამის შესახებ თქვენსო, რომ მოდიო ესო ნუ გავჭრითო ამასო და წილი ვიყაროთო, ვისაც შეხვდება იმის იყოსო და აი ეს წილი შეხვდა ამ შემთხვევაში აბიათარს, ოღონდ არა იმიტომ, რომ იგივე ის მეომრები იყოფდნენ ამ წილს. და აბიათარის ხელში შემდგომში როგორ აღმოჩნდება აბიათარი ამას გამოისყიდის თუ რა სახით მოახერხებს, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტი ერთია. აბიათარ მღვდელი აი ამ კვართს აიღებს და წამოიღებს საქართველოში. მაგრამ მისი დედის შესახებ რო გითხარით, თუ რატომ არის წმინდანი მღვდელი? ესეთი რამწერია საინტერესო რამ ქართლის ცხოვრებაში. როგორც კიო ჯალათმაო ლურსმანსო დაკრავ ეს ჩაკუჩიო, აი ხმა, რომელიც სადაც გამოსცემს ლურსმანზე და დარწმუნებული ჩაკუჩის ხმა, ის გაიგონა აბიათარის დედამ მცხეთაშიო და თქვაო, რომ დღეს დამთავრდა შენი მეუფება ისრაელო, იმიტომ რომ შენი საკუთარი მეუფე ჯვარსაცვიო. მან სულიერად განიცადა იესო ქრისტეს ჯვარცმა, როდესაც ის მცხეთაში იყო და რა ხდებოდა ამ დროს იერუსალიმში. ის არის პირველ მოწამე შეიძლება ქრისტესთვის, იმიტომ რომ იმდენად დიდი ტკივილი მიიღო ქრისტეს ჯვარცმის გამო, რომ გარდაიცვალა ადამიანი ამის გამო. ეს აღწერილია ქართლის ცხოვრებაში და წმინდა სინოდის მიერ ეს ადამიანი შერაცხილია წმინდანად, ჩვენ მისი სახელი არ ვიცით. ასე ვიხსენებთ ჯვარცმის დროს აბიათარ მღვდლის დედის გარდაცვალებას, ესე ვიხსენებთ დღევანდელ დღეს. და გავაგრძელებ ისევ ისტორიას, თუმცა კი ცოტა გადახვევებს ვაკეთებ. ეს კვართი ჩამოდის საქართველოში, თქვენ ეს ისტორია იცით, რომ ამ კვართს გამოართმევს სიდონია აბიათარის და თავის ძმას, ჩაიხუტებს გულში, გარდაიცვლება ისიც, აი ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, ხელიდან ვერაფრით ვერ გამოართმევენ მას აი ამ კვართს, დაკრძალავენ, დაფლავენ და იმ ადგილას ამოდის დიდი ხე, რომელსაც აქვს რაღაცა სასწაულებრივი თვისებები კურნებისა, მაგრამ ცხოველებიც კი მოდიოდნენ ამასთან, ესეთი რამწერია. შემდგომ უკვე წმინდა ნინოს ცხოვრების დროს, უკვე მე-4 საუკუნეში, უკვე გაია რამდენმა წელმა და საუკუნემ, უკვე წმინდა ნინო როცა გადაწყვეტს, რომ ამ ადგილას ააგოს ტაძარი, მოჭრიან ამ ხეს და გადაწყვეტენ, რომ დაამზადონ 7 სვეტი, აღმართავენ 6 და ვერ აღმართავენ მე-7-ს და სასწაულებრივად ნახავენ წმინდა ნინოს ლოცვით, ღამე როგორ აღიმართება ეს სვეტი და დადგება და პირველი ტაძარი მაშინ აშენდება, ანუ სვეტი ცხოვლის დღესასწაული, ამიტომ ქვია აი ამ ყოველდღეს. შემდგომი დღევანდელი სახე უკვე მე-11 საუკუნეში არის ესეთი სახისა სვეტი ცხოველი, იქამდე იყო უფრო შედარებით პატარა და ბაზილიკური სტილისა. ეხლა რა მინდა გითხრათ მე წეგან რო გითხარით, რომ რა არის ჩვენთვის სვეტი ცხოველი და რატომ ჩვენ გულზე ხანდახან ჯიხს რო დავიცემთ ხოლმე და ვიტყვით, რომ აი ესეთი ქართველები ვართ და ღვთისმშობლის რჩეული ერი ვართ და როგორ გამოგვარჩია ღვთისმშობელმა. სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირად არის. ჩვენ კი არ ვართ ასეთი კარგები. ამიტომ კი არ დავიმსახურეთ ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მოწყალება და პასუხისმგებლობა ზრდის და მე მინდა რომ ამ კუთხით გესაუბროთ ჩვენ დღეს ამის შესახებ.
რას ნიშნავს ის, რომ კვართი არის ჩვენთან? თქვენ ალბათ ყველა კარგად გსმენიათ ესეთი ისტორიები, მაგალითად შინ მოусმელთა ისტორიები, ხო გსმენიათ? აი ვიღაცას ომში, სადღაცას გარდაიცვალა ადამიანი და ეს ადამიანი ვერ დაბრუნდა უკან. ვესი გვამი ვერ დააბრუნეს უკან, ვერ იპოვეს საერთოდ, რას აკეთებს მისი ოჯახი და ახლობელი? მის ტანსაცმელს აიღებენ, დაგრძალავენ და აი ამ ადგილას დადიან. თაყვანისცემის საგანი ამ შემთხვევაში შეიძლება არ არის ეს გარდაცვლილი, მაგრამ იქ არის გლოვის ადგილი, იქ არის ის ადგილი, სადაც ფიქრობენ, რომ ეს არის ამ კაცის საფლავი. ხომ გსმენიათ ეს ისტორია? აი ნამდვილად ხომ ასე არის, რომ ვისაც უყვარს და ვინც გულშემატკივარია ამ ადამიანის, დადიან აქ, სადაც მისი ტანსაცმელია მხოლოდ დამარხული და არანაირად მისი ხორცი არ მოხვედრილა და არანაირად მისი სული მით უმეტეს არ შეიძლება მიწაში იყოს. შესაბამისად, რატომ დადიან მაშინ იქ? იმიტომ რომ უყვართ ამ ადამიანისა ყველაფერი, რაც კი მასთან შემხებლობაში ყოფილა. და ამიტომ ეს ადგილი მოიკავეს ახლა იმისთვის, რომ აი რაღაცა ადგილი პატარა შემოღობეს ახლა იქ 2-2-ზე თუ 5-3-ზე რა მნიშვნელობა აქვს, შემოიკავეს ადგილი, სადაც მისასვლელი აქვს იმისთვის, რომ მოიხსენონ და გაიხსენონ ეს ადამიანი. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, იერუსალიმში, სადაც მაცხოვრებელი საფლავად დაიდო, იქ რომ მივიდნენ ის ხომ აღდგა, იქ აღარაფერი აღარ დარჩა. ესე იგი ერთადერთი საფლავი მთელ მსოფლიოში სად არის, იცით? ეს მცხეთაშია, სვეტიცხოველში. სინამდვილეში ქრისტეს საფლავი არის სვეტიცხოველში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის ადგილი შემოკავებული, ჩვენ გვაქვს ის ადგილი, სადაც მისი პერანგია, მისი კვართია დამარხული, დაკრძალული და ამიტომაც არის ჩვენთვის სვეტიცხოველი მთავარი სიწმინდე, რომ როგორც ის ჭირისუფალი დადის იქ, რომ იხსენეთ თავისი შვილია თუ ბიძაშვილია თუ მამიდაშვილი იმ გარდაცვლილს და იმ ადგილას მიდის და იმ ადგილას ტირის, ჩვენც იქ იმიტომ მივდივართ, რომ ქრისტეს საფლავი იქ გვეგულება, იმიტომ რომ ის საფლავი, სადაც დაკრძალეს და დადეს, კიდევ ერთხელ გიმეორებ, იმ საფლავში აღარაფერი აღარ არის. იქედან აღდგა მაცხოვარი. აღდგა და არანაირი ნიშანი გარდა იმისა, რომ სუდარა დატოვა, იქ მეტი არ დაუტოვებია და ეს სუდარა კიდევ სხვაგან არის. ოღონდ დაფლული და დამარხული არ არის ეს სუდარა. ეს სუდარა სიწმინდეთა აქვს, კათოლიკურ ეკლესიას მუზეუმში დევს და რაღაცა დროის განმავლობაში გამოაქვთ ხოლმე, რომ ადამიანებმა მოილოცონ. მაგრამ ჩვენ ნამდვილი საფლავი გვაქვს, იმიტომ რომ არასოდეს არ გაკადნიერებულა ქართველი ერი, რომ დაეწყო ამის თხრა და იქ ჩასულიყვნენ და სიდონიას გვამი ეპოვათ და ეს კვართი ეპოვა. არ გაკადნიერებულა არასოდეს, ვინც გაკადნიერდა არის გარდამოცემა, რომ ადგილზე მოკვდა, როგორც კი პირველი ბარი დაარტყა იქ. რომ ადგილზე მოკვდა და ისე შეეშინდათო, რომ გაიქცენო და დაანებეს თავი ამ საქმეზეო აღარ მოუკიდიათ არასოდეს ხელი. თქვენ 1000 ვერსიას გაიგონებთ, რომ ეგ კვართი სინამდვილეში ამოიღეს, ამოთხარეს და იქ წაიღეს, აქ წაიღეს. არ არის ეს სიმართლე. არ არის ეს ისტორიული სიმართლე, ეს ყველაფერი რაღაცა მოგონილია, ვიღაცა სჭირდება თავისი, არ ვიცი რისთვის, ნუ მე თვალშველოს რისთვისაც სჭირდება და რისთვისაც ლაპარაკობს. ნუ ვიღაცა შეიძლება შეცდომაში არის შეყვანილი და დაარწმუნეს, რომ ნამდვილად ეს ესეა დღევანდელ დღეს. მაგრამ კიდევ ერთი მთავარი რამ, მაინც რატომ ხდება, რომ ამ კვართმა აქინება დავანება და არა სხვაგან, სხვა ადგილას. იმიტომ რომ ახალი აღთქმის ეკლესია იქნება როდის? მაცხოვრის რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის ეკლესია ხო არსებობდა და არსებობს ეხლაც ებრაელებისთვის, მაგრამ ძველი აღთქმის ეკლესიამ თავისი მოღვაწეობა დაასრულა მაშინ, როდესაც განკაცდა მაცხოვარი. მისი აღდგომისა და მისი ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდგომ ახალი აღთქმის ეკლესიის დაბადებას ატოვეძახეთ სულთმოფენობას, რომ მოციქულთა ქადაგებით უკვე ახალი მოღვაწეობა იწყება, ახალი სამოღვაწეო ერა. ახალი სამოღვაწეო იმ კუთხით, რომ ჩვენ მესიას კი აღარ ველოდებით, მესია უკვე მოვიდა. ეხლა უკვე მეორედ მოსვლა საყოველთაო განსჯას ველოდებით მისგან. თორე ერთი მოსვლით რომ მოვიდა და ცოდვებისგან გამოგვისყიდა, ეს ამბავი უკვე მოხდა. აი მცხეთის ეკლესიამ აღიარა ეს. ოღონდ მცხეთის იმ კრებულმა, რომლებიც იყვნენ ებრაელები. თქვენ არ იფიქროთ, რომ ქართველების არის ეს დამსახურება. იერუსალიმს რაც უნდა მიეღო, ის მიიღო მცხეთამ. ნახეთ, იერუსალიმში შეკრებილი ებრაელები ელოდებოდნენ ხო მესიას, მაგრამ არც ნესის არ მიიღეს, მაგრამ მცხეთაში შეკრებილი ებრაელებმა მიიღეს და ცნეს. ამიტომაც გადმოინაცვლა საფლავმა იქედან აქეთ. იმიტომ რომ იქ არ ცნობენ, მათთვის ამას წინათ ვიხსენებდი კიდეც იერუსალიმში რომ მივდიოდი ერთხელ, აი დაუფარავად ესე პირდაპირ ადამიანები ჩემი მიმართულებით იფურთხებოდნენ, კაბაში რომ ხედავდნენ და ჯვარი გულზე.
იმიტომ რომ დღესაც ესეთი ბრძოლაა. დღესაც მიუღებელია მათთვის ეს ამბავი, რომ იესო ქრისტე ჯვარცმული ღმერთკაცი მესია მხსნელია. ამას არანაირად არ ამბობენ. ვინც მიიღო საფლავმა ავტომატურად იქ გადმოინაცვლა, ცენტრმა ავტომატურად იქ გადმოინაცვლა. ოღონდ არა ქართველების დამსახურებით, რა თქმა უნდა, არამედ იმ მორწმუნე ებრაელების დამსახურებით, სადაც ახალი აღთქმის ეკლესია შეიქმნა, შეიძლება ასე ითქვას, რომ დაუჯერეს მოციქულთა სწავლებას, დაუჯერეს იესო ქრისტეს, მესიას და მხსნელს და დაიწყო ახალი აღთქმის ეკლესიის მოღვაწეობა. აქამდან გამომდინარეა მერე უკვე სხვა ყველაფერი დანარჩენი. ღვთისმშობლის წილხვედრობას და სხვა ყველაფერი დანარჩენიც, იმიტომ რომ ღვთისმშობელს როგორც დედას, როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა შვილგარდაცვლილი დედებით განან ახლა ამ წირვაზე და მათ ტკივილს ღმერთმა ნურავის თუ გამოაცდებინოს, მაგრამ მათ ტკივილს ახლა ვინმე სხვას რას აუხსნის, რომ სადაც ეგულება მას თავისი შვილი, ყველაფერს გადადებს, ყველაფერს გაყიდის, ყველაფერს იზამს იმის გულისთვის, რომ იქ ჩავიდეს, სადაც ეგულება. შეიძლება სხეული აღარ ეგულება, მაგრამ ეგულებოდეს მისი დაკრძალული ტანსაცმელი, თუნდაც აუცილებლად ჩავა იმ ადგილას და აუცილებლად იტირებს იმ ადგილას. ასეთი იყო თუ კი ჩვეულებრივი ქალის განცდა ასეთია მისი შვილის მიმართ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიყვარული როგორ იქნებოდა მისი ღმერთკაცობრივი შვილის მიმართ. ამიტომაც ღვთისმშობლის წილხვედრობა საქართველოსი და მისი სიყვარული საქართველოსი და მისი სურვილი საქართველოში ჩამოსვლისა გამომდინარეა არა იქედან რომ დედა ქართველები რა კარგები ვართ, არა, სწორედ ამიტომ რომ საფლავი აქ ეგულება თავისი შვილის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მოდის აქ ღვთისმშობელი. თუმცა კი ყველა ადამიანის გულშემატკივარია, რა თქმა უნდა, და ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ, მისთვის სულ ერთი არასდროს არ არის და არ ყოფილა, მაგრამ თავარი მიზანი და მიზეზი სწორედ ეს არის. წმინდა ნინოს ჩამოსვლა, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? ეხლა წმინდა ნინო ასე ახალგაზრდა ხმაწვილი ქალი 16 წლის გოგო ამ ხელა რიცხვზე წავიდეს, რომ დღეს არის ძნელი სადღაც ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში წახვიდე ესე თავი დაადოდა რაღაც საქმეზე 16 წლის ადამიანს ახლა რომელი ვენდობი თქვენ შვილს ასე გაუშვათ უცხო ქვეყანაში და თქვენ წარმოგიდგენიათ ფეხით უნდა გამოევლო მთელი ეს გზა და გზაში რა ამბებიც გადახდა, რა მიზანდასახულობით მოდიოდა ის, რომ აიმე ქართველები უნდა ასეთი ფიქრი ვისაც ექნება, რომ მე ხლა სადღაცას უნდა ჩავიდე და მოვაქციო და ასე უნდა ეს იცოდეთ, რომ უკვე ამ პარტავნებაში ადამიანა მისგან რაფერი არ გამოდის. ერთადერთი მიზანდასახულო მისი ეს სვლელობა, მისი ეს მისიონერობა იყო ერთი რამის გამო. მას უნდოდა რომ საფლავი მოელოცა ნამდვილი. იერუსალიმში იყო უკვე, მაგრამ იქ ბებისმეტი არაფერი არ დახვდა. აი აქ ეგულება მას, აქ ეგულება მთავარი ამბავი, რომ აქ არის საფლავი, გაუთხრელი საფლავი, ნამდვილი საფლავი, სადაც კვართია დაბრძანებული. ამიტომაც მოდის წმინდა ნინო და სხვა ყველაფერი ამ სურვილით ანთებულს ღმერთი უკვე აძლევს უკვე სხვა ისეთ საშუალებებს ქადაგებისას, სასწავლებისას, რომ ის ხდება განმანათლებელი საქართველოსი, ნათლია დედოფლისა და მეფისა და მთელი საქართველოსი შეიძლება ესე ითქვას. ამიტომაც ყველაფერი ეს ამ ჯაჭვზეა აწყობილი და თუ არ იცით ეს ისტორიული ჯაჭვი, რჩება მარტო ურაპატრიოტიზმის ესე იგი შეძახილები, რომ ჩვენ ქართველები ვართ მაგრები და ღვთისმშობელმა გვიშვილა, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, წმინდა ნინომ ასე მოგვაქცია, იმან ეს ექნა და ამან ეს და გვავიწყდება ერთი რამ, რომ ჩვენ კი არა, იმათ ესე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, რომ ღმერთმა ასე ინება, რომ აი ეს წმინდა ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ შეკრებილი და მათ გამო მოხდა, რომ ეს გავხდარიყო ცენტრი, რატომ იწოდება მცხეთა მეორე იერუსალიმა? სწორედ ამიტომ, რომ პირველმა იერუსალიმმა რაც არ ცნო, ის ცნო მეორე იერუსალიმმა და გადაინაცვლა იმან ერთმა ადგილმა გეოგრაფიულადაც გადაინაცვლა და სულიერადაც შეიძლება ასე ითქვას. პირველ რიგში სულიერად უბრალოდ და აქედან გამომდინარე მეორე გეოგრაფიულ ცენტრადაც ესე გახდა. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, მე რითიც დავიწყე ლაპარაკი კვლავ იმას შეგახსენებ. რა არის თქვენთვის სვეტი ცხოველი? შვენიერი არქიტექტურული ნაგებობა თუ აი ეს სიწმინდე, სადაც გამუდმებით შენი გონება და სული და გული უნდა დაატრიალებდეს, იმიტომ რომ იფიქრეთ ამაზე მართლაც. სადაც არის თქვენი საყვარელი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ის გარდაცვლილთა შორის არის თუ ცოცხალთა შორის, შენი გონება და გული ხომ მას დასტრიალებს. შენ ხომ ხშირად ცდილობ იქ მიხვიდე, რაღაცა შემხებლობა რასადაც ქონდა მას, ამას ხომ ცდილობ რომ მას ხშირად მიხვიდე. აი რამდენად ხშირად დასტრიალებს თქვენი გონება ქრისტეს აი ამ უდიდეს სიწმინდეს სვეტი ცხოველს, რამდენად ხშირად დასტრიალებს თქვენი გონება საერთოდ ქრისტეს და გიყვართ თუ არა ის ისე რომ აი ესე მზად ხართ რომ
ყველაფრის ფასად, როგორც წმინდა ნინო წამოვიდა, ყველაფრის ფასად, როგორც ღვთისმშობელს ეს უნდოდა, მაგრამ კი კურთხევა მიიღო, რომ შენ არ უნდა წახვიდე, მალევე გახვალ და გასვლაზე პირდაპირ კურთხევა მიეცა და იქვე ნახავდა თავის შვილს და საფლავის მონახულების საჭიროება უკვე აღარ იდგა. აქედან გამომდინარე, აი ჩვენ ვიფიქროთ ამაზე, რომ რა არის ჩვენთვის სვეტიცხოველი და რა არის ჩვენთვის ქრისტე. რომ გვიყვარს თუ არა ასე, ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ აი ესე ავდგეთ, წავიდეთ და ძალიან ხშირად, რაც შეიძლება ხშირად იმ შესაკრებელთან, იმ ადგილთან აღმოჩნდეთ, სადაც ის განისვენებს. ეს ადგილი ნებისმიერი ეკლესია, ეს ადგილი რა თქმა უნდა პირველ რიგში ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება, მასთან ყველაზე მეტი ახლო შემხებლობა, მაგრამ ამავდროულად არის და უნდა იყოს ჩვენს ფიქრში არა მარტო არქიტექტურული ნაგებობა, არამედ სვეტიცხოველი, სადაც უნდა გვეგულებოდეს ჩვენ აი ეს ძირი სიწმინდისა, რომელიც სიწმინდიდანაც იშვა ქართველი ერი და ეს აღმოშობა დღემდე გრძელდება, იმიტომ რომ ადამიანები მოდიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებიან, ინათლებიან და ასე გრძელდება და ასე გაგრძელდება უკუნისამდე ჟამთა ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფა თქვენთვის.